მოკეთ დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გრძელდება გადაცემა შუოდღე ქუთაისში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ შუოდღე მშვიდობისა. დავიტოვებ იმედს, რომ ამინდის მიუხედავად, თუ კი არ გიყვართ წვიმა, თუ კი გძულთ ზამთარი, მე ვიცი რომ არის ადამიანებიც სამწუხაროდ, ვისაც არ უყვარს ეს სეზონი და ცოტათი ადამიანების სიყვარულის დეფიციტს განიცდის, ამიტომ ჩემი ესე რომ ვთქვათ, ღრმა პატივისცემა და სოლიდარობა ზამთარს, რაც შეეხება დაგპირდით, დაგიბრუნდებოდით სტუმართან ერთად, ძალიან კარგი ქალბატონი მინდა წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენს გაინტერესებთ. ქალბატონი ბელა ჭყონი აქვს სტუმრობს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს კონსულტანტი. მოგესალმები. ქალბატონო ბელა, მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ, გილოცავთ შობა ახალ წელს, ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ და ბევრი პოზიტივი აქვე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით მეც, მადლობას გიხდით, მეც გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. ეს რაც შეეხებოდა მილოცვების პირველ რიგ სერიას და რაც შეეხება თემას, რომელიც აღნიშნა, რომ ბევრ ადამიანს აინტერესებს. და ეს არის დაგროვებითი საპენსიო სისტემა. თქვენ უნდა განგვიმარტოთ, რა არის ეს, რას მოიცავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მთელი რიგი ნიუანსები და დეტალები, რომელიც დაგროვებით პენსიას თან ახლავს. კი ბატონო, დავიწყოთ. მაშინ 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ და მარტივად შევეცდები ახსნა, რას გულისხმობს ეს მოქალაქეებისთვის გასაგებენაზე. ესე იგი, ყველა დასაქმებულს საქართველოში ნებაყოფლობით გვაქვს უკვე საშუალება 1 იანვრიდან რომ დავაგროვოთ პენსია და უზრუნველყოთ ჩვენი სიბერე. ესე რომ ძალიან კარგად ჟღერს, ზოგადად მაცტურად ჟღერს, მაგრამ რეალურად რამდენად წარმატებული იქნება, ამას ალბათ მოგვიანებით მივიღებთ თქვენი აზრი. მომავალი გვიჩვენებს ალბათ, რა თქმა უნდა. მე უშუალოდ კანონზე ვისაუბრებ თქვენი ნებართვით, გეტყვით იმასაც, რომ კანონი საკმაოდ მოცულობითია, დიდია, მაგრამ გადატვირთულია ისეთი ტერმინებით, რომელიც მარტივად გასაგები არ არის და ვეცდები რომ მარტივად რაც იქნება ამ შემთხვევაში უფრო დასაქმებულებისთვის საინტერესო იმაზე ვისაუბრო. ესე იგი, ჩვენი ხელფასიდან, ვინც ვართ დასაქმებულები, ჩვენი ხელფასიდან გარკვეული თანხა ჩამოიჭრება და შეინახება ამ საპენსიო ფონდში. ალბათ ამ თანხის ოდენობაც არის საინტერესო და ვის ჩამოიჭრება დასაქმებულში. ამ შემთხვევაში დასაქმებული შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც კერძო ან საჯარო სექტორშია დასაქმებული, ან შეიძლება იყოს თვითდასაქმებული, მაგალითად ინდმეწარმე. ორივე შემთხვევაში ხდება ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა. გავიმეორებ კიდევ ამას. ესე იგი, თვითდასაქმებულის შემთხვევაში 4%-ის ჩამოჭრა ხდება მისი წლიური შემოსავლიდან, წლიური თუ ყოველთვის განმავლობაში. წლიური შემოსავლიდან. შემოსავლების სამსახური დაიანგარიშებს ამას და მისი შემოსავლის 4% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, ამას სახელმწიფო ხაზინა კიდევ თავის მხრივ დაუმატებს 2%, რომელსაც შემდეგ ეს თვითდასაქმებული პირი პენსიაზე გასვლის შემდეგ მიიღებს ამ დაგროვებულ თანხას ყოველთვიურად დამატებულ სახელმწიფო პენსიასთან. რაც შეეხება თვით არ დასაქმებულ ადამიანს, ესეც ვთქვათ, ხო? კი ბატონო, ჩვენს შემთხვევაში, ჩემს და თქვენს შემთხვევაშიც ეხლა ჩვენ ხელფასიდან ჩამოგვიჭრება 2% ჩვენი ხელფასის, ოღონდ ეს იქნება დარიცხული. ესეც წლის განმავლობაში თუ ყოველთვის განმავლობაში კი ბატონო 2% ჩამოგვეჭრება, 2%-ს დაუმატებს ამას ჩვენი დამსაქმებელი და 2%-ს დაგვიმატებს სახელმწიფო ხაზინა და ეს იქნება თანხა, რომელიც დაგროვდება, შემდეგ დაანგარიშდება გარკვეული სქემით და ჩვენს მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას დაგვიბრუნდება ეს თანხა ჩვენ. საპენსიო ასაკზეც ვიტყვი, საპენსიო ასაკი კი ბატონო, კი, საინტერესო საკითხია ესეც. ჩვენს შემთხვევაში საპენსიო ასაკი როგორც ასეთი არის 60 წელი ქალბატონების შემთხვევაში და 65 წელი მამაკაცების შემთხვევაში, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ უფრო ადრე მოგვიწევს პენსიაზე გასვლა შეზღუდული შესაძლებლობის კი ბატონო, გარკვეული საჭიროების გამო, ამ შემთხვევაში უკვე იქედან მოხდება ჩვენთვის ამ თანხის მიღება სახელმწიფო პენსიასთან. რამდენად ვალდებულები ვართ ჩავერთოთ ამ სქემაში, გვაქვს თუ არა სურვილი? ეს არის დამოკიდებული ჩვენს ასაკზე. პირებს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ შეგვსრულებია 40 წელი, ჩვენთვის სავალდებულოა რომ ჩავერთოთ ამ სქემაში. ვისაც შეუსრულდა 40 წელი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის, ოღონდ და არა 2019 წლის 1 იანვრიდან, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია.
მათ თუ აქვთ სურვილი ავტომატურად ხდებიან ისინი ამ სქემის მონაწილე, ხოლო თუ არა აქვთ სურვილი რომ იყონ ამ დაგდოვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს ოღონდ 3 თვის გასვლის შემდეგ, ანუ 3 თვე გავა 31 მარტს, 1 აპრილიდან შეუძლიათ მიმართონ საპენსიო სააგენტოს და არ განაცხადის ფორმაც არის საიტზე და აღარ იქნებიან ისინი ჩართული საპენსიო სქემაში. სრულად ნებაყოფლობითია ეს ქალბატონების შემთხვევაში 55 წლის ასაკიდან და მამაკაცების შემთხვევაში 60 წლის ასაკიდან. მათ მიმართვაც არ ჭირდებათ ისე თუ არა აქვთ სურვილი არ ჩაერთვებიან საპენსიო სქემაში. ქალბატონო ბელა, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი დაგვიფაროს ღმერთმა ესე ვამბობთ, სამსახური დავკარგეთ, ანუ რა ხდება ამ დროს? თუ შეწყდა ჩვენი დასაქმება, თქვათ ხელშეკრულება იქნება ეს თუ რა იქნება, თქვათ დროებით დავრჩით უმუშევარი, არ გვერიცხება შემოსავალი, ასეთ შემთხვევაში არც თანხა, არც ბუნებრივია ჩვენი ხელფასიდან ვერ ჩამოიჭრება, არც სახელმწიფო ხაზინა და არც დამსაქმებელი არ გვერიცხავს თანხას, ჩერდება ეს ურთიერთობა და განახლების შემთხვევაში, როცა დავიწყებთ ისევ მუშაობას, ისევ ჩავერთვებით სამ სქემაში გავაგრძელებთ მონაწილეობას. და ანუ ის პერიოდი სამსახურის დაკარგვამდე გადარიცხული პროცენტები ეს ყველაფერი შენარჩუნებული. კი ბატონო, შენარჩუნდება ნამდვილად. დამაიმედებლად ჭრეს ეს ყოველივე, ალბათ ისიც აგულისხმობა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ანუ სად მიდის ის თანხა? ხდება ინვესტიციებში მოხდება მათ გადანაწილება. კონკრეტულად სად მოხდება, ვთქვათ, ამ თანხის დაბანდება იქნება თუ შენახვა ამაზე საუბარი რთულია, კანონი გვაძლევს ასეთ განმარტებას, კეთილსაიმედო ინვესტიციებში მოხდება მისი შენახვა და ჩვენთვის დაბრუნებას შემდეგ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. ძალიან საინტერესოა ეს ფაქტიც და ალბათ ისიც საინტერესოა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ ეს თანხა შეგვიძლია პირობითად თქვენან მე მივიღოთ ერთიანად თუ ეს ნაწილ-ნაწილ როგორ მოხდება ამის მიღება? დიახ, ამასაც არეგულირებს კანონი საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია ამ თანხის ერთიანად მიღებაც საპენსიო სააგენტოს მეშვეობით, ან შესაძლებელია ყოველთვიურად პენსიასთან ერთად მიღება. ანუ ეს ჩვენს სურვილის შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ კი გარდაიცვალება ადამიანი, სად მიდის ამ შემთხვევაში? პირის გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანხა შესაძლებელია მიიღოს მისმა მემკვიდრემ. ოღონდ მემკვიდრეს შეუძლია ეს თანხა მიიღოს როგორც ერთიანი თანხა, ან შეუძლია გადაიტანოს, თქვათ, თუ თვითონაც იქნება საპენსიო დაგდოვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, შეუძლია გადაიტანოს თავის საპენსიო ანგარიშზე. უბრალოდ დასაქმებისათვის დასაქმებას, ანუ რამდენად შეუძლია სქემიდან გასვლა და რა გამონაკლის შემთხვევები თუ არსებობს? სქემიდან გასვლა შესაძლებელი ამოცემულობით დღის მდგომარეობით არ არის. ანუ კანონი უკვე ამოქმედდა. დიახ. და ჩავერთეთ მეც, ჩაერთეთ თქვენც. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს კანონი და რამდენად გაამართლებს? შეფასებისაგან, რა ვიცი, მე როგორც იურისტი თავს შევიკავებ. რა ვიცი, როგორც ადამიანს პოზიტიური მოლოდინი მაქვს, თუმცა რა იქნება ვნახავთ იმ შემთხვევაში. იქნება მყიდველ უნარიანობა იმ თანხას, იმ ფონდში გადარიცხულ თანხას წლების შემდგომ. როგორ ფიქრობთ, მოლოდინები ამ შემთხვევაშიც პოზიტიურია, როგორც რიგითი ადამიანის? როგორც რიგითი ადამიანის მოლოდინები ყველა შემთხვევაში არის პოზიტიური. და მათ ეს კანონი ეხება თუ არა მათ იმ უცხოელებს, ვინც ნებართვა აქვს აღებული და ჩვენი მოქალაქეები არიან, ამდენად უნდა ჩაერთონ, ამდენად ვალდებული არიან ისინი ჩაერთონ. რეზიდენტ პირებსაც ეხებათ ეს კანონი, მათაც შეუძლიათ ჩაერთონ საპენსიო სქემაში. კიდევ ერთი მომენტი, წეღანი კითხეთ, თქვენ თუ შეგვიძლია ვთქვათ საპენსიო ასაკის მიღწევამდე ამ თანხის მოთხოვნა, შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ გავდივართ საქართველოს მოქალაქეობიდან, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ საპენსიო სააგენტოს უნდა წარვუდგინოთ. ალბათ უნდა ვაცნობოთ. უნდა ვაცნობოთ და უნდა წარვუდგინოთ დამაჯერებელი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში, ხვდებით რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე ან კანონიერად ვიმყოფებით რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც ალბათ იქნება მე ჩვენი სოციალური გარანტიები დაცული. მოკეთ 9 დღე გავიდა კანონის ამოქმედებიდან, ალბათ შეფასება ცოტათი უხერხული იქნება, გამოიკეთება შედეგი რამოდენიმე ხანში. შედეგი დაახლოებით 5 წლის მანძილზე, დაახლოებით 5 წლის შემდეგ იქნება შედეგზე საუბარი შესაძლებელი, იმიტომ რომ კანონი ითვალისწინებს ასეთ დათქმებს, რომ აი ასაკის შემთხვევაში ჩვენ ხო ვთქვით 40 წლის
ზევით ადამიანს შეუძლია ნებაყოფლობით ჩაერთოს თქვა სამ სქემაში, ამ ადამიანებს 5 წლის შემდეგ შეუძლიათ ნებაყოფლობით გავიდნენ, ვთქვათ და შემდეგ უკვე გვექნება ალბათ უკვე რეალურ შედეგებზე საუბარი უფრო შესაძლებელი იქნება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან კარგი ალბათ უზრუნველი სიბერო, როდესაც იცი რომ შენი შრომა რაღაც კუთხით გიფასდება, მაგრამ ეს რამდენად რეალური იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში და ყოფიერებაში არ ვიცი, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, დრო ყველაფერს სცემს ხოლმე საკადრის პასუხს, არც ამ შემთხვევაში იქნება გამონაკლისი. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონი ბელა ჭყონიაკ სტუმრობდა იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს კონსულტანტი. ქალბატონ ბელას მიაქვე დავიმშვიდობები და ძალიან მალე კვლავ დაგიბრუნდებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად დროებით.